ვისაც აქვს ჭარბი წონა და ღვიძლის გაცხიმოვნება, თითქმის ყველას აქვს მაღალი ქოლესტერინი. რატომ? ქოლესტერინის უმეტესი ნაწილის დაშლა და გამოდევნა ხდება ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის საშუალებით და რადგან ღვიძლი გაცხიმოვნების გამო ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას სათანადოდ, ქოლესტერინის დონე სისხლში ავტომატურად იწევს. როდესაც ხედავ ანალიზებში მაღალ ქოლესტერინს, მიდიხარ ექიმთან, ექიმი გიწერს სტატინებს, რომელიც თრგუნავს ისედაც დაზიანებული ღვიძლის ფუნქციას და ხელოვნურად ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში მიზეზის მოგვარების გარეშე. აქვე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ თუ ქოლესტერინის დონე ძალიან მაღალია და საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, რა თქმა უნდა, სტატინების მიღება აუცილებელია. თუმცა უმეტეს შემთხვევაში მაღალი ქოლესტერინის დარეგულირება შესაძლებელია ღვიძლის ფუნქციის მოწესრიგებით. და ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე მოხდეს პრობლემის მოგვარება და არ მივიღოთ ისეთი გართულებები, როგორიცაა ათეროსკლეროზი, ინფარქტი და ჰიპერტონია. ონლაინ კონსულტაციაზე ჩასაწერად მომწერე პირად შეტყობინებაში. მე ვარ ილია გორგივაძე, ექიმი ნუტრიციოლოგი, დაგეხმარები გაიუმჯობესო ჯანმრთელობა ისე, რომ აღარ დაგჭირდეს ექიმი და წამალი.